მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვექნება ლიცენზირებული ნადირობა მტაცებელზე. ამ გაზაფხულზე ჩვენს კლუბს მსგავსი ნადირობა არ ჩაუტარებია დმანისის მუნიციპალიტეტში. პირველი ნადირობა იქნება. აღსანიშნავი ის არის, რომ ჩვენი მეგობრები სომხეთიდან გვესტუმრნენ. ვისაც ერთად ნადირობთ ხოლმე სომხეთშიც და საქართველოშიც და დაესწრებიან ამ პროცესს, მინდა რომ ვაჩვენოთ საქართველოში თუ როგორი მასშტაბური ნადირობები გვაქვს და ზოგადად ქართული სანადირო კულტურა მინდა გაუზიარო მათ. არიან ძალიან გამოცდილი მონადირეები, ასევე აქვთ მონადირე კლუბი, სომეხი მონადირე Armenian Hunter, რომელიც ძალიან გავს ჩვენი კლუბის სახელს. კლუბის ბიჭებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს, ხშირი შეხვედრები გვაქვს ხოლმე, შეძლების დაგვარად. ეხლა უკვე შევხვდებით, გადავნაწილდებით მანქანებში. შემდეგი გაჩერება გვექნება კუმისში, სადაც უკვე არის ძირითადი შეკრების ადგილი. წავალთ უკვე დმანისის მიმართულებით. დარჩით ხაზზე, გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და კომენტარში შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი ამ ყველაფრის შესახებ. შევიკრიბეთ მონადირეები, საკმაოდ დიდი რაოდენობით ვართ. დღეს გვექნება, როგორც გვიაღვნიშნე, მტაცებელზე ლიცენზირებული ნადირობა. მოკლედ, ყველაფერი წინ გვაქვს. ხალხის რაოდენობა საკმარისზე მეტნი ვართ, მაგრამ უკეთესად ჩავკეტავთ უზარმაზარ ტერიტორიებს და შევიმუშავებთ იმ ტაქტიკას, რაც საჭიროა კონკრეტულად მაგ ლოკაციებზე სწორი ნადირობისთვის. ეხლა უკვე ნენელად ჩავსდებით მანქანებში და კოლონა დაიძრება დმანისისკენ. აბა წავედით. დიდი ხანია არ მინახიხართ, წელს ვატარებთ პირველ ნადირობას ჩვენი კლუბი მეგობარ კლუბებთან ერთად და გვერდში გვიდგას ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ძალიან მახარებს და ძალიან მასშტაბური ნადირობა გამოგვივა და შედეგიც აუცილებლად უნდა დავდოთ, თუ ჭკვიანურად გავაკეთებთ ყველაფერს. პირველ რიგში გმართებს დიდი სიფრთხილე, ძალიან ბევრი მონადირე ვართ და ბევრი იარაღია და შესაბამისად დიდი სიფრთხილე და ყურადღება გმართებს. ამ ყველაფერს ვასო კობაიძე, ჩვენი კლუბის უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს იარაღთან უსაფრთხოების ინსტრუქტაჟს. ნომრების თემას რაც შეეხება, დიმა ჯაყელი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ამ დღეს და შემდეგ დღეს ორ მორეკვას ვაპირებთ დღეს რომ გავაკეთოთ და შეიძლება 3-ც მოვასწროთ. რაც შეეხება ბიჭებო, მინდა გაგაცნოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, სომხეთიდან ასევე კლუბი, რომელსაც ქვია ვორსორდი, ეს სომხურად ნიშნავს მონადირეს, რომლებიც იქნებიან ჩვენთან ერთად და ინადირებენ ჩვენთან ერთად. ძალიან კარგი ადამიანები არიან, ჩავსულვართ ჩვენს მეზობლად სომხეთში, გვინადირია სტუმარ მასპინძლობა ამ ხალხს არ ეშლებათ და ძალიან დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ ამ ულამაზეს მხარეში წამოსულიყვნენ და ჩვენთან ერთად ენადირათ. მადლობა მას სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს ძმებს.
აი ვორსორტ. ხო, ვასოს თქო ორიოდე სიტყვით ჩაატაროს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, მეც გადმოვინაცვლებ თქვენთან ერთად მოვისმენ ყველაფერს. ჩავატარებ პატარა ინსტრუქტაჟს, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, უმეტესობა აქ ძალიან ხშირად ერთად ვიკრიბებით და გადავკვეთილ ვართ კიდევაც და შესაბამისად კიდევ განმეორდები. იცით, მაგრამ ვიტყვი რა. ესე იგი, იარაღს არ დავმუხტავთ, სანამ ნომრებამდე არ მივალთ. всё, ეს ყველამ გაითავისეთ. სანამ ნომრებამდე არ მივალთ, თითოეული ჩვენთაგანი სანამ არ დადგება თავის ნომერში, მანამდე იარაღს არ მუხტავთ. ასევე, ერთად გადაადგილებისას ნომრების დაყენების დროს ეცადეთ, რომ მაინც ყოველი შემთხვევისთვის რა ლულა არ მიუშვიროთ, ანუ იარაღის სამიზნე არ მიუშვიროთ ერთმანეთს, ვაკონტროლოთ აუცილებლად რა, ყველაფერი ხდება, შეიძლება რაღაც გამოგჩეს, ავტომატურად რაღაცა გადაიტენოს ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, ჩვენივე ჯანმრთელობისთვის არის ეს აუცილებელი პირობა, რომ იარაღს მოვეპყროთ ყოველთვის ისე როგორც დამუხტულს. აუცილებლად რა ბიჭებო, დავაკვირდეთ რა, რაღაც ლანძს მოვკარი თვალი, რაღაცამ გაიელვა და ვესროლე, არა. დავრწმუნდეთ, რაღაცამ გაიარა, შორს არის, ვერ მოვასწარით და დარწმუნებული არ ვიყავით, არ ვესროლოთ, არავითარ შემთხვევაში. დავრწმუნდეთ ოფიციალურად, აი კონკრეტულად რა ვიცოდეთ, რომ რა არის სამიზნეში, ვესვრით მხოლოდ და მხოლოდ მაგ შემთხვევაში. ლიცენზია გვაქვს მგელზე, ტურაზე და ვესვრით ამ ობიექტებს. გავითვალისწინოთ რა. ძნად არ შეხვიდეთ, არ ნახოთ. ცოცხალია და აჭრილია არის მორჩება მთლიანად პროცესი მერე მივიდეთ იმ მადლობა გოგა მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბიჭებო ნომრებს დავაყენებთ როგორც თოფით ასევე ნარეზით ნომრების განაწილებას დავიწყებთ ტყის აქეთა მიმართულებიდან მიუყვებით ეტაპობრივად ყველა დადგება ნომერში რაღაცა გადასწრება მეიქმნიდა მიაქმნიდა ეს ყველაფერი დავივიწყოთ დაუდგებით ყველა აუცილებლად ნომერში, მოგვიწევს ახლოს დგომა და მაქსიმალურად ვეცადოთ უსაფრთხოდ, იმიტომ რომ ბევრნი ვართ. ნომრები რო განაწილდება, დაენახეთ ერთმანეთს, ან ხელით ანიშნეთ, ან რაციები გვაქვს რამდენიმე ადამიანს და დაუძახეთ. ნომრებამდე მივდივართ მანქანებით ახლოს. ტყესთან როგორც კი მიხვალთ, 1-10-15 მეტრა შევიწიოთ ტყეში, რომ ხედველობა გქონდეს. ვსო, მეტი არაფერი. ეხლა შემიძლია ავაწყოთ იარაღები? იარაღები ავაწყოთ და გადავნაწილეთ ვინ წავა სარეკში, ვინ დადგება ნომერში.
მიყვარს გამონათქვამი. შედგა ნადირობა. კი, ნადირობა შედგა ნამდვილად. მართლა დღეს ძალიან ლამაზი დღე გვაჩუქე. ლამაზად. ვაჩუქეთ ერთმანეთს. კი, ორგანიზებული. მე მადლობას გადავუხდი ჩვენს გომარელ მეგობრებს, რა ვიცი. მალისიდანაც იყო, იქიდანაც იყო. რამოდენიმე ბიჭი იყო, ხო მოსული? რამოდენიმე დაცებელი გამოიხშირა. 9 დაცებელი ამოვიდეთ. ერთი სამწუხარო ნასრული ნომერში ისე ახლოს გამომივიდა თუ რა, არ ვიცი ვიჩქარე რა გავაკეთე, სამწუხაროდ ვერ მოგივე. თორე შენ ხო შევთანხმდით მაგაზე რომ არ ვიტყოდით მაგამავს. მაინც უნდა ვთქვა, იმიტომ რომ კაცს ნახავდნენ. კარგი. აპირებ კიდე სამომავლოდ. სამომავლოდ კი, ეს წელს პირველი ნადირობა იყო ჩვენი ერთობლივი, მასშტაბური, შეძლებისდაგვარად ვეცადეთ რომ ორგანიზებულიც ყოფილიყო, მაგრამ როცა დაახლოებით 40 მონადირე იკრიბება, ძართულია დაორგანიზება, მაგრამ მეტალგებას ყოფილი ვარ და გამოვიდა ჩვენი ნადირობა, შედგა რა თქმა უნდა, რაც თავარია. მიხარ არ ყოფილი ხარ. მე ყოფილი ვარ. ეხლა უფრო ყოფილი ვიქნები ზუსტად მიახლოებით 15 წუთში. სუნი მოვიდა უკვე. მადლობა შენ რატიკო, გვერდში დგომისთვის და სწორი რჩევებისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებ და ზოგადად თუ რაღაცა განვითარება შეგვიძლია პირადად ჩემმა კლუბმა მიიღოს, არის თქვენი დამსახურება, ლეგიონერების დამსახურება, იბერიელების დამსახურება, რომლებიც ასევე ჩვენ გვერდში იყვნენ და გამოსცილი მონადირეების დამსახურება, რომ გვერდში გვიძახართ. მე კიდე შენ გადაგიხდი დიდ მადლობას, რომ ძალიან კარგი ბიჭი ხარ და დიდი მადლობა, კენაც ვარ. გაიხარე. ჩვენ კიდე ამასობაში დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.